Ქუშინ სამტრედიის 54 საოლქო საარჩევნო კომისიის ხდომა გაიმართა. ხდომის დღის წესრიგს ოლქის თავმჯდომარის არჩევა წარმოადგენდა. 7 ხმით სამტრედიის 54 საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ მამუკა ახობაძე აირჩიეს, ხოლო კოალიციური პარტიებიდან 6 წევრმა მამუკა ახობაძის არჩევაზე თავი შეიკავა. სლომას ცესკოს წარმომადგენელი ეკატერინე ბაქრაძე ესწრებოდა. ხდომას ყველა კომისიის წევრი ესწრებოდა, სამართლიანი არჩევნებიდან წარმომადგენელი, რა თქმა უნდა მეც და აბსოლუტურად ყველა კანონის დაცვით მოხდა ზუსტად თავმჯდომარის არჩევა. 7 კომისიის წევრმა მხარი დაუჭირა ბატონ მამუკას და 7 ხმით ბატონი მამუკა არჩეულია საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარედ. ვეცდებით, რომ ყველაფერი ჩავატაროთ ისე, როგორც წესი დარიგია. ვითანამშრომლებთ ყველასთან და მაქსიმალურად გამჭვირვალედ ტარდება ეს არჩევნები. ჩვენ ქართული ოცნების კანდიდატებს დროებით წევრებს უფლება ჰქონდა დაგვესახილებინა ჩვენი კანდიდატი და გვებრძოლა მის გაყვანაზე. თუმცა ამას მოყვა აჟიოტაჟი ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში, რომელსაც დღემდე აკონტროლებს ნაციონალური მოძრაობა